ცხოვრება უკიდურესი ღატაკეში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მცხოვრები შაინიძეების მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ოჯახის ყველაზე პატარა წევრს 2 წლინახევრის ანრის ახლა მაღალი სიცხე აქვს და მშობლები უსახსრობის გამო წამლის შეძენასაც ვერ ახერხებენ. 11 წლის დათო კი ფეხსაცმელის არ ქონის გამო სკოლაში ერთი თვეა ვერ დადის. სხვის ბინაში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს შვილების გამოყვებაში მეზობლები ეხმარებიან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ ოჯახს პირველადი საჭიროების ნივთებს აუცილებლად მისცემენ. ბავშვი კარაქის ნაწანი არ უჭამია. სიცხეს და წამალი ვერ მიყიდია, ბავშვს წამალი მოგუტან. 6 წელიწადიდან წერ განცხადებებს მართავ არავინ არ დამხმარებია. ავამტყოფი ყავს, წამლის ფული არ აქვს, არაფრის საშუალება არ აქვს. 5 ბავშვს რა უნდა აჭამოს, მე არ ვიცი. სოფელი შევისწავლეთ, ჩამოვიარეთ, საკმაოდ რამოდენიმე ოჯახი არის შეჭირვებული, მათ შორის არის შანიძის ოჯახიც, რომ 5 შვილი ხავთ, მცირეწლოვანი და გაუსაძლის სიტუაციაში ცხოვრობენ. ამისთან დაკავშირებით ჩვენ რაიონის ხელმძღვანელობა ჩავაყენეთ საქმის ხურში.